მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ ვიმყოფები მაღაზია ქარავანში, ეს არის ყიფიანისა და ბათუმის ქუჩის კუთხეში. ძალიან კარგი მაღაზია, ძალიან კარგი იარაღებით, აღჭურვილობით, მოწყობილობებით, მეაწამლით. მე და გადავიღო და გაჩვენოთ რა იყიდება აქ რადებს და რა ფასები აქვს. ამისათვის დაგვეხმარება არის ჩვენი მეგობარი. გამარჯობა, მოგესალმებით, გესალმებით ყველას. გამარჯობა. მოკლედ თუცა გავიაროთ ისტორია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პროდუქტი გვაქვს. და შესაბამისად სალაპარაკოთ ძალიან ბევრი იქნება. თუცა გავიაროთ და თუ ვინმეს დეტალურად აინტერესებს, მოვიდეთ და მაღაზიაში დავილებოთ. კი ბატონო. კანიკებით დავიწყოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პისტოლეტია თურქულ წარმოებაში, იაპონიან ვერსიებში. კანიკი მეტა SFT. უჟანგავი ლულით აღჭურვილია, 2 ინჩი მოყვება, კაბურა, მაგველი, სასრულად ძალიან კომფორტული, ძალიან კარგი სასწრაფო. მორბილი დაშვება, კედელი გასროლა, ასევე მოკლე რესეტი. იგივე ნაირი სასხლეტით და ძიმე წონით გამოირჩევა რაივალი. ძიმე წონის გამო სასრულად არის ძალიან კომფორტული, იმიტომ რომ უკუცემას შთანთქავს მისი წონა აქვს ჭიდით, სარიელი ჭიდით არის კილო 200. მოყვება 18-იანი და 21-იანი ჭიდები. ფასი აქვს 2660. ამის ფასი იყო 1680. ყველასთვის ცნობილი, ვინც კანიკით დაინტერესებულა და კანიკის მენია, TTI Combat. TTI Combat ვინც არიცის, არის სპორტული დანიშნულების იარაღი. მინახავს ხალხი ვინც ატარებს, მაგრამ ძირითადად სპორტული დანიშნულების არის. სასხლეტზე იგივენაირი სასხლეტი, კომპენსატორი, ძალიან კარგი სამიზნე, სასრულად ძალიან კომფორტული. მოყვება 4 მჭიდი, 18-იანი და 21-იანები, კაბურა და ბევრი სხვა რაღაც ყუთში, რომელიც უნდა ვნახოთ ადგილზე. 2790 აქვს ფასი. საინტერესო კანიკებზე ვსაუბრობ ახლა ამ შემთხვევაში. დანარჩენები სტანდარტული მოდელი არის და თუ ვინმეს აინტერესებს ადგილზე ვნახოთ. კანიკი მეტა MC9 Prime. კომპაქტური ვერსია, სუბუქი, 17-იანი მჭიდით, კომპენსატორით, ტრიტიუმის სამიზნეებით. ფასი აქვს 2300. სასხლეტი იგივენაირია, მორბილი დაშვება, კედელი გასროლა, მოკლე რესეტი. კანიკები ჩვენთან იწყება 1440 ლარიდან. ეს კომპაქტი ვერსია და დაახლოებით მათ ფასის ფარგლებში ტრიალებს. ყველაზე ძვირიანი box S 3060, მთელი ყუთით, საკეტით, კოლიმატორით, ფანარით, 2 კაბურით, ანუ სადაც ფანრით ჩადის და ფანრის გარეშე. მოყვება 4 მჭიდი, საწმენდები, მჭიდის კაბურები, მოკლედ ყველაფერი, საკეტი, ყველაფერი აბსოლუტურად. 3060 ლარი აქვს ფასი. კაი საჩუქარი. მე დიპლომატი. კი ბატონო. ასევე ძალიან საინტერესო პისტოლეტი არის სტოგერი, გულისხმობ ფასთან და ხარისხთან შესაბამისობაში. გლოკი მესამე თაობის ანალოგია, მოყვება 15-იანი მჭიდი, გლოკ 19-ის ანალოგია, შიგნით ყველაფერი. სასხლეტი, როცა გადატენილია სასხლეტი გვეუბნება, რომ თქვი აქ, ასე ვთქვათ, ლულაში, გასვლისას ჩაწეულია სასხლეტი. ეს არის ერთ-ერთი ინდიკატორი გლოკისას და აქაც.
კალიბრი ყველა ესენი 919. ფასი აქვს 1400. ასე მშვენიერი. კლასიკური სპორტული ყველასთვის სანატრელი, ვისაც შეჯებში მონაწილეობა მიუღია და უნდა რომ მიიღოს საომავლოდ X5, Zigzauer X5 P226. პრაქტიკულად გაწყობილია უკვე სპორტული შეჯიბრისთვის, უბრალოდ კოლიმატორი აკლია, კოლიმატორი გემოვნების საკითხია. სასხლეტი აქვს ძალიან რბილი. ძალიან. სენსორივით არის. ხელში ძიმეა, სრულად მეტალის корпуსი აქვს და მაგიტო კილო და 313 გრამია. კი ბატონო. ცარიელი მჭიდით. მოყვება დიდი მჭიდებით და პატარაც. ფასი აქვს 10400. Zigzauer. კოლტის მოდელები, კომპაქტი ვერსია, 45 კალიბრი. შეგენას. ფასი აქვს 4990. გვაქვს კომპაქტი ვერსიებიც და გვაქვს დიდი ვერსიაც, სრული ზომა. Colt Defender-ი ეს ქვია. კომპაქტ ვერსიას აქვს 7-იანი მჭიდი, აქ აქვს 8-იანი მჭიდი. წონა აქვს დიდ ვერსიას კილო და 50, ნუ სრულად მეტალი. 45 კალიბრი. ძიმეი არა. ძიმეი არაღია და სხვათა შორის ვისაც აქვს, ყველა ამბობს აღნიშნავს იმას, რომ კალიბრთან შედარებით ძალიან კომფორტული სასროლი. 5.7-ის კალიბრი, 5.7, ლეგენდარული ქვია, კი ბატონო. რუგერია ეს მოდელი, 20-იანი ორი მჭიდი მოყვება, ჩამკეტით. ძალიან კარგი სასროლი, ძალიან კარგი დასაჭერი. 5.7 ამასთან შედარებით გაცილებით პროდუცია, ამის ფასი არის 3900. მაგარი ფასი. კი ბატონო. სასრულად ძალიან კომფორტული, ძალიან ზუსტი, ძალიან ძლიერი ტვით. კი ბატონო. ამ კალიბრზე ცნობილებში არის FN-ი 5.7, რომელიც არის რუგერი და Smith & Wesson. ჩემთვის ხელში წერის კომფორტში ფავორიტია ეს იარაღი. გვაქვს Zigzauer-ების მაკრო ვერსია 365 მაკრო. 365-ის დიდი ძმა არის, უფროსი არა, ტანით დიდი ძმა. 365 არის მოკლე მჭიდით, მოკლელულით. 365X-ი ცოტა უფრო იზრდება, XL-ი კიდევ უფრო დიდია, აი ეს ვარიანტი არის მაგალითად. კომპლექტ მაღაზიაში გაქვს ყველა ზომა. კი ბატონო. გვაქვს ჩამკეტის ვერსია და ჩამკეტის გარეშე. კი ბატონო. ფასშია ცოტა სხვაობა, მეტი არა. ფასშია სხვაობა, ჩამკეტით ღირს 100 ლარით ძვირი ჩამკეტის გარეშე. თან შედარებით. გვაქვს ასევე მაკროს ლეგიონი ვერსია. ლეგენდარული საფრანგეთის ლეგიონისთვის დამზადებული. ნუ დეტალებში არის სხვაობა, უჟანგავი დეტალები და ასე შემდეგ და ერგონომია, სასხლეტი, ყველაფერი, კომპენსატორი, ტრიტიუმის ამიზნეები. წონა გვაქვს 730 გრამი. შვენიერი წონა. ფასი არის 5900. ფასი ცოტა იკვინება, მაგრამ ძალიან მაგარი არის. ლეგიონერზე რადგან გადავედით, მოდი ვახსენოთ 226 ლეგიონერია, კი ბატონო, Zigzauer-ის. ეს აღჭურვილია დეკოქერით. დეკოქერი არის ჩახმახის უსაფრთხო დაშვების მოწყობილობა. კი ბატონო. გვაქვს ესეთი მოდელი და გვაქვს კიდე საზღვაო ქვეითებისთვის დამზადებული ესეთი მოდელი. განსხვავება არის ერგონომიაში და განსხვავება არის სასხლეტში. ეს დეკოქერი ორივეს აქვს, ხო? დეკოქერი ორივეს აქვს, ამისი უფრო დიდია, რადგან საზღვაო ქვეითები ყველა ტანით გამოშვეული არის, ყველა დიდია საერთოდ. ესენი უფრო სტანდარტული ზონის ხალხია და სტანდარტული აქვს ყველაფერი. ერგონომიაში, ნუ ეს ძალიან მაგარია, 5900, 4900. გასაგებია. და ლეგენდარული ჰეკლერ კოხი. ჰეკლერ კოხი. VP9. VP9. თამაში დებულებით. გერმანული ხარისხი.
გერმანული ხარისხი, გერმანული პედანტიზმით დამზადებული, ძალიან კარგი სასწრაფით. მჭიდის დაშვება ორივე მხარეს, ორივე ხელისთვის არის დამზადებული ეს იარაღი. ზოგს მოწონს ეს დამშვები, ზოგს არა, მე ძალიან მოწონს, უმეტესობას მოწონს. ალბათ მიჩვეულები არიან გვერდს და მაგიტომ ტრიტიუმის სამიზნეები ძალიან ღმაჭერა, მოყვება ტარის დასახელებლები, ერგონომია აქვს ძალიან მაგარი. კალიბრი 9.19. 45 იყო ეს. ხასი აქვს მაგას მაგ ჰეკლერს 3900. 3900. ასევე აღნიშნული ღირსია 320 ზიგზაუერი M17. M17 ფასი გვაქვს 3400 და გავითვალისწინოთ რომ მოდის 3 მჭიდით, 2 21-იანი მჭიდით, 2 ცალი და 1 17-იანი. რომელიც გვაქვს ესეთი ჩამკეტი, დროშისებრი, ძალიან კარგი სასწრაფი. ნუ მოკლედ ამერიკის შეიარაღების ტენდერი აქვს მოგებული. ეს სამხედრო ვერსია თუ ის არის სპორტული ვერსია? არა, ეს არის სამხედრო ვერსია თავის საიმედოობით და ყველაფრით შეიქმნა ამერიკული ჯარისთვის. ტენდერი აქვს მოკლედ მოგებული Glock 19X-ზე ამერიკას. ზიგზაუერი. კი ბატონო. გვაქვს დიდი ვერსიები, პატარა ვერსიები და გვაქვს მისი პირველი ვერსია, რომელიც იყო 320-ის იაფიანი 2007-დან გვაქვს ფასი. გვაქვს გლოკები, ჩეზეები, პატარა ზომის ზიგზაუერი, რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი იარაღი არის ყველასთვის. ვისაც პატარა ზომის იარაღი უნდა რა ქონდეს. 9-19 კალიბრი, 7-იანი მჭიდი, 2 მჭიდი მოყვება 7-იანი და 6-იანი. 928. ფასი რა აქვს? 2890. კი ბატონო. ასეთი ჩამკეტით. ძალიან მაგარი პისტოლეტი. ძალიან მაგარი. წონა რა აქვს ნახოთ. წონა მეც მაინტერესებს. 522 გრამი. ჩვენი ნახევარი. გვაქვს ასეთი შავი და გვაქვს ვერცხლისფერი ვერსიებიც. სილვერი ვერსია. გადავიდეთ შაშხანებს. ლეგენდარული საკოები. საკო პიკა. გვაქვს საკო 85, ზემოდან პიკა. პირველი. ქვემოთ მისი გრძელი ვერსია. 308 კალიბრები. გვაქვს 308 კალიბრები და 300 კალიბრები. უბრალოდ მაღაზიაში ბევრი ადგილი არ მაქვს ხოლმე და ამიტომ მიდევს თითქოს მოდელი. ჩემი უსაყვარლესი პიკა, მაგალითად მე ნადირობა მიყვარს და ყველა იარაღს ზოგადად მაგ პრიზმით უყურებ, სანადიროდ რამდენი გამომადგება და მე დანარჩენი. როგორ გონიათ რა იქნება ამას წონა? ალბათ 2 კილო და 800? ან უფრო მსუბ 2 კილო და 600. შვენიერი წონა. 2 კილო 658. Bolt action-ი, კალიბრი აქვს 308. Bolt action-ი ქართულად როგორ იქნება? Bolti-ო ეძახით მაგრამ. Bolt-ია ჩამკეტ action-ი არის ჩამკეტ მოძრავი? ხო, ანუ ხელით მოძრავი ალბათ რა, ხელით ჩამკეტი ვერსია. ანუ მექანიკური. კი ბატონო. გვაქვს წინ ხრახნით, გვაქვს ხრახნის გარეშე. ეს იარაღი გვაქვს ასევე 300 ვიმაგზე. 300 კალიბრზე, რომელიც ცოტა უფრო გრძელული გამოირჩევა. ეს 308 ხო? ეს 308. ფიქრაკაიდულა. ძალიან საინტერესო არის ზემოდან მეოთხე, აი რო გადმოიღოთ მაგის კონდახი ერგონომიკური, აი რო მოვირგე ხელზე კინაღამ გავოცდი ისე მაგრად გაზის ყველანაირად შეგიძლია კონდახი მოიგო. საკო ეს 20. რა კალიბრია? ეს 308 გვაქვს და ამოგვეწონა, მაგრამ მქონდა 300 ვინმაგერიც. გვაქვს ესეთი სასვლელით, ანუ ორსაფეხურიანი სასვლელია, მოვიტანეთ, კედელი ვიგრძენით და გავისროლეთ. მაგრამ შეგვიძლია რომ ეს დავარეგულიროთ, გავხადოთ ერთსაფეხურიანი, დავარბილოთ. ნუ ჩვენ გემოვნებაზე მოვარგოთ ასე ვთქვათ. სარეგულირებელი სალოყე, ძალიან მაგარი. გვაქვს მოყვება კონდახის დასაგრძელებლები, ნუ გაჩნია როგორ მოიგებ.
მე მარცხენა ვარ და ყურადღებას ყოველთვის მაგას ვაქცევ ხოლმე რომ ორივე ხელზე არის მორგებული, შეგიძლია აქ თხრიდან ისროლო, შეგიძლია აქ თხრიდან. M-Lock-ის სამაგრები ბიპოდისთვის ასე შემდეგ პიკატინიც მოსდევს ზემოთ. კი ბატონო, პიკატინი ზები აქვს. Q-დი სამაგრებისთვის ჭრილები, სარემნელისთვის. ხუთიანი კიდით. კიდე არ მოსდევს მეორე? ჭიდი არა აქ მეორე. ფასები რა აქვს ამებს? ეს არის 6100. ესე იგი. ის საკო გვაქვს 4300-ად, უпроსორად წიკა, ქვედა. ზეგან რომელზეც ვაუბრობდი, 4300-ად და 4500-ად. ასე იგი. ხო, სხვათა შორის, აი აქ შევნიშნე, მაგებს ხო დროება ეგიცენ და უკეთდება წინ საცეცხლურები. აი აქ კომპენსატორები, ხო? სხვადასხვა მოდიფიკაციის. ოპტიკასი და საკოს კომპენსატორები. ასევე გვაქვს ოპტიკის დასამაგრებლები. ოპტიკები გვაქვს ბევრნაირი ძალიან ძირითადად ვორტექსით ვართ წარმოდგენილები და არჩევანი გვაქვს კოლიმატორიდან დაწყებული ნებისმიერ მანძილზე სასროლად. მოკლედ ერთი სიტყვით იარაღის პოტენციალი თუ გვინდა რომ გამოვცადოთ, შესაბამისი ოპტიკები გვაქვს. ვორტექსიც, ნაითფორსიც, სვაროვსკიც და ბიუჯეტურებიც. კი ბატონო. ისე რამოდენიმე კარგი ოპტიკა მინდა რომ გადმოიღოთ და კი ბატონო, მოდი გადავიდეთ ჯერ რემინგტონზე და მერე ოპტიკებზე. კი ბატონო. რემინგტონი 793. ფასია 1800 ლარი. აუ ეს მინდა მე მაგარ ფასია. კი ბატონო, აქციაში ეს იარაღი. კონკრეტულად ეს მოდელი არის კრიდმორის მოდელი, კრიდმორის კალიბრზე 5.5 5.5 თუ 6.5 კრიდმორი 6.5 და გვაქვს 300-ზე. 300 პროტექშენია. ასევე ძალიან მაგარი სასწლეტით. ძალიან კარგი იარაღია. თუ ვინმეს პროტექშენი ჭირდება ზუსტი და საიმედო იარაღი და არ უნდა რომ თვალს მოატყუოს, მაგალითად რაღაც დანამატები. კაი არ მინდა ვიგეს. ან თუ თვალს არ უნდა მოატყუოს და მაგაში არ უნდა რომ ფული გადაიხადოს, ამერიკული საიმედო ზუსტი იარაღი გვაქვს. ლულები როგორი მდგომარეობა, აი ეს შავი ლულებია, რა შენადნობია და როგორ არის და შავია თუ ეთე. შენადნობები მეტნაკლებად ერთი და იგივე იხმარება, რომელიც ასე ვთქვათ ცნობილია. არის ესეთი მოდელები, რომელიც გასაიდუმლოა. მაგალითად, მერკელიენზე გვაქვს ეგეთი მოდელები, რომელიც არ ამბობს რა მეტალით აკეთებს ლულას. ერთადერთი ის ვიცით, რომ ცივად ნაჭედია. და საიმედოობაზე არავის კითხვა არ უჩნდება, მოყვება 10 წლიანი გარანტია მოყვება ჰელიქსებს და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი მოდელებია, მაგალითად გადავიდეთ. მაგას გარანტია თუ აქვს რემინგტონს, ეხლა რომ დაბალ ფასშია და მენუალი უნდა ვნახოთ მაგისთვის. მენუალში წერია ხოლმე გარანტიის პირობები ზოგადად. ასე კი. ზოგს უწერია რომ ანუ პირდაპირ უწერია რომ დილერთან მიდით. ზოგს უწერია რომ ქარხანა არის პასუხისმგებელი. უნდა წავიკითხოთ ამისთვის მენუალი. ეს ზუსტად არ მახსოვს რომ როგორ არის. კი ბატონო. სულ ახალი მიღებული ფრენჩი. ფრენჩი შაშხანები. იტალიური პროტექშენი კალიბრი 308. სანადირო ვერსია მოყვება პიკატინიც. ამისი ფასი გვაქვს 3400-ში. ოხა ფრენჩი იტალიური ჩვენიერი ფასი. ძალიან მაგარი იარაღი არის, ძალიან მაგარ ფასად. ასევე ფრენჩი განსხვავებული მოდელი და კაკალი აქვს ძალიან ლამაზი კონდა. კი ბატონო. განსხვავებული მოდელი, რომელზეც გვაქვს ასევე გარესამიზნეები. ამოშლით შეგვიძლია ესე ვისროლოთ, შეგვიძლია ჩაკეცილი გავისროლოთ. გასაგებია. უпроსორად თუ ოპტიკას დავაყენებთ, შეგვიძლია რომ ჩავყეცოთ, მაგრამ რო რამე და სროლა დაგჭირდეს, აქედან შეგვიძლია გავისროლოთ და შეგვიძლია გაშლილითაც გაშლილითაც. ორიოპტრიული სამიზნეები აქვს გადასარევი. კი ბატონო. მოყვება 10-იანი მჭიდი, მოყვება კომპენსატორი, მოყვება სალოყე, რომლითაც შეგვიძლია ცოტა მაღლა ავწიოთ სალოყე. ეგეც ფრენჩია? კი, ფრენჩია. ამის ფასი გვაქვს 4700. და კალიბრი 300. აუ მშვენიერია რა. წონა არ მინახია ამის მაგრამ.
3 კილო 270. შვენიერი დონა. Armalite-ები. Armalite-ის ყველაზე ბიუჯეტური ვერსია გვაქვს ეს იარაღი 3400. მე 4-ს რო გავს. კი ბატონო. ფასი აქვს ანუ ყველა მეკითხება რატო არის ესეთი იარაღი. ლულა აქვს ნიტრადირებული 41-50 ფულადი ზუსტად წერია აღსოს როგორ არის. მოკლედ ქრომ მოლიბდენ ვანადიუმი შენადნობია ნიტრირებულად დამუშავებული ქრომირებული საკეტი ბოლტით. ფასი აქვს 3400. ქრომირებული საკეტი. აი აქ ხედავთ ქრომს. არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი Armalite. ნუ ზოგადად Armalite არის Toyota-სავით. რო იხდი ფულს, იცი რომ ხარისხი მოყვება. 1.7 ტვისტით არის ლულა, მოკლედ ძალიან მაგარი government პროფილის ლულა. მილსპეპის სასკლეტი, გაიაფებულია იმის გამო, რომ სასკლეტი არც ძვირიანი უყენია, კონდახი იაფიანი, სამხრეთ გადასაყენი სახელურით, ჰენდგრიპი იაფიანი, ჰენდგარდი იაფიანი და თუ ვინმეს გარესამიზნეები დაჭირდება, შეუძლია დააყენოს და გაისროლოს გარესამიზნეებით. ვისაც კოლიმატორი დაჭირდება, მოკლედ აქ გვინახავს ალბათ სამკუთხედი ამოშორელი, ის ხელს არ შეგვიშლის, შესაძლებელი არ გაგვიხდება ან მოსახსნელი, როცა დავაყენებთ კოლიმატორს. ნუ იმისი მოხსნა შეუძლებელია პრაქტიკულად გაზბლოკი უნდა შეცვალო, რომელიც სადღაც 300 ლარის ფარგლებში დაჯდება. AR-15-ში რა არის ყველაზე ბიუჯეტური ვერსია? ეგ განახეთ კაკრას AR-15 ყველაზე ბიუჯეტური ვერსია Armalite-ის. მერე უკვე მოყვება POF-ი 4100-ში, გვაქვს ბიუჯეტური POF-იც. ბიუჯეტური Armalite უკვე ეს არის 4300. ძალიან მაგარი მოდელი, უზუსტესი. ტიმნის სასკლეტით 18 ინჩიანი ლულით, მერჟავეიკა 18 ინჩიანი ლულით, ვაილდის გაბურღულობა, კომპენსატორი, ნუ სასკლეტი არის ძალიან მაგარი. ორბილესი, ერთ მოქმედებიანი. ძალიან კარგი ჰენდგრიპი. კონდახი ზუსტის როლისთვის გაკეთებული. ძალიან მაგარი რომ მოვირგოთ როგორც საჭიროა ისე. და შეგვიძლია რომ შეჯიბრებზე მივიღოთ მონაწილეობა ამიერარით. ან არ ვიცი სანადიროდ გამოვიღოთ. როგორც გვენებს. რეგულირებადი გაზბლოკი. რეგულირებადი გაზბლოკი გვაძლევს რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ იარაღის უკუცემა. და ცალკე კომფორტია. რატომაც არა. შეკითხვა მაქვს ერთი. ხშირად დასმული შეკითხვებია რომ იარაღს ზოგიერთ საწერია 223 რემონტონი ლულაზე ზოგიერთ საწერია 5.6 ნატო. კი ბატონო. აი 5.6 ნატო ჯოქს კიდე აწერია ორივე ერთად. ეს ვაზნების სახეობების მიხედვით. მოკლედ წარწერას უნდა მივაქციოთ ყურადღება ლულას. სხვაგან თუ რამე წარწერა აქვს, არაფერი არ არის მნიშვნელოვანი გარდა ლულისა. მინახავს რომ აქ აწერია 5.56 რომელიც ნუ ეს ფირფიტა არის, ნებისმიერ დროს შეიძლება შევცვალოთ. კალიბერ მულტი აწერია ხოლმე lowers, რაც ნიშნავს იმას, რომ კალიბერ მულტი ნიშნავს, რომ სხვადასხვა კალიბრებზე შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს lower-ი, ანუ 5.56-ზე ან 223-ზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა გვაწერია ლულაზე. ლულაზე თუ აწერია 5.56 ან 223 wild-ი, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია გავისროლოთ 5.56 საბრძოლო ვაზნებით და სამოქალაქო ჩვეულებრივი 223-ით. 223 არის უფრო ზუსტი ტყვია, 5.56 არის უფრო საიმედოობაზე მაღალწნევიანი ტყვია, რომელიც გათვლილი არის, რომ აუცილებლად გადაგვიტანოს იარაღი. განსხვავება ტყვის გეომეტრიაში პრაქტიკულად არ არის. განსხვავება არის სავაზნე გაბურღულობაში. 5.56 სავაზნე გაბურღულობა არის ცოტა უფრო გრძელი და 223 პრაქტიკულად ლულაში რო შედის ტყვია, ხრახნებს ეხება ტყვის თავი. 5.56 შემთხვევაში ცოტა უკან დგას მილიმეტრი და 6-ით, როგორც მახსოვს. Wild-ი არის გვარი იყო, ვილდე უпроსტად. ვილდი არის გვარი იყო კაცისა, რომელმაც ეს სავაზნე შექმნა და არის სადღაც შუალები.
მოკლედ არც 5.56-ია, არც 223-ია და შეგვიძლია ორივე კალიბრი გამოვიყენოთ. გვაქვს ორივე იარაღისთვის, ორივე კალიბრისთვის დამახასიათებელი პლუსი. თამამად შეგვიძლია 223-ის, ხო, 223-ის სიზუსტე მოყვება და 5.56-ის გასროლის საშუალებაც გვაქვს ასევე ძალიან ზუსტად. დასაგები. ზემოთ უკვე 300 კალიბრები, 300 კალიბრი Armalite-ის არის 4850, ყველაზე იაფიანი 300 კალიბრი ეს მაქვს. აქეთ მხარეს ნერჟავეიკალულაზე გვაქვს კიდე სხვა Armalite-ებიც. ესენი უკვე გერმანული ჰენელები მოყვება. ერთი წამით გადმოვიდე აქეთ. გერმანული ჰენელი. ბევრმა არ იცის ამ იარაღის შესახებ. გერმანული წარმოებაა. მოგებული აქვს თავის დროზე გერმანიის შეიარაღების ტენდერი ჰეკლერ-კოხს მოუგო, იმიტომ რომ იგივე საიმედოობა ჰქონდა უფრო იაფად. და ჰეკლერ-კოხი ამისგან განსხვავებით გამოირჩევა რაღაც პატარ-პატარა დეტალებით. შარიკები, ხო, საკისროები აქვს დამატებული ამ ადგილას, რომ კარგად იგორაოს ჰეკლერ-კოხს. სახელური აქვს სხვანაირი, სასწრაფი აქვს სხვანაირი და მაგის ხარჯზე უფრო ძვირია. ყველაზე მნიშვნელოვანი რა გვაქვს აქ. მარტივად იშლე. კი ბატონო. გუშიანი სისტემაა. არ არის პირდაპირ შეფრქვა AR-15-ისგან Armalite-ისგან განსხვავებით. არც დაიშვება, მოინდა მოიცა. არ დაიშვება, გვაქვს ნაკლები გაზი საკეთში და შესაბამისად გაგრილება უკეთესია. აქ აწერია რომ made in German. ოღონდ 223 კალიბრი. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპელები აწარმოებენ 223 კალიბრს სამოქალაქოებისთვის. ანუ 5.0 აქვს ეს არის ეს. შეგიძლია გაისროლო, მაგრამ რეკომენდირებული არ არის. დასაგები. გვაქვს 1.7 ტვისზე ლულა. მაგრამ საბრძოლო ვაზნების გასროლა ლულა ინდონის ხარისხი აქვს, რომ საბრძოლო ვაზნების გასროლითაც დამიჯერეთ ვერაფერს დააკლეთ ამ ლულას. ფასი რა აქვს? ძალიან უნდა მოინდომოთ, რომ რამე დააკლოთ ამ ლულას. 8800. ეს არის თავის კლასში ყველაზე მაღალი დღესდღეობით ბაზარზე რაც შეიძლება იშოვო. 1.7 ლულის ტვისტი, ქრომირებული, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ქრომირებული საკეტი. კიდე საინტერესო დეტალებია აქ. ეს კბილი, ეს კბილი, რომელიც აკავებს გადასატენ სახელურს კორპუსთან. ეს კორპუსი არის ალუმინი, ეს არის მეტალი. და იწვევს ხოლმე ცვეთას. ამ შემთხვევაში ჩანართი გვაქვს პატარა ფოლადის. ეს დეტალი. რო არ შეჭამ დანებზე მინდა. კი ბატონო. ეს ჩანართი არის შიგნით კორპუსს უშლის. მოკლედ საკეტი როცა ხახუნობს, დგუში როცა ეჯახება საკეტს და უკან მოდის, როცა ეხახუნება, ცვითავს აი ამ ადგილს. ამას აქვს ჩანართი დატოვილი ფოლადის, თუ რამე და გაცვითე, რომ შეცვალო. მოკლედ ყველაფერია გათვალისწინებული. ესეთი ჩამკეტები აქვს აქ. თუ გვინდა რომ ჰენდგარდი კიდევ უფრო მეტად ჩავკეტოთ, ასე ვთქვათ, მოუჭიროს. შეგვიძლია აქედან ეს ბოლტი დავატრიალოთ და კიდევ უფრო მეტად მოუჭერს ეს ჩამკეტი. შეგვიძლია ყველანაირად მოვუჭროთ. 45-იანი პედახრანი წელი, ანუ საფრთხების ბილაკი. კარის ამიზნეები. ძალიან მაგარი იარაღია. გვაქვს სხვადასხვა ფერებში, გვაქვს ზეთისხილისფერი, ესფერი და შავი. გერმანული ხარისხი. გერმანული ხარისხი. ზემოთ 300 გვაქვს 300-ის მოკლე მოდელიც, იმასთან შედარებით უფრო მოკლეა. Daniel Defense, ხო, და კიდე. ყველაფერზე არის გამოცხადებული ფაზნაკლება. შავი პარასკევიდან მოყოლებული ფაზნაკლება არის. AR-15-ის ბაზაზე რაც გვაქვს ყველაფერზე. ის უკვე გითხარით რა ფასათაც არის, დანარჩენი დეტალები თუ გაინტერესებს ადგილზე. MK18 ყველასთვის სასურველი და საყვარელი და დენიელი ზოგადად ამითი გაიცნეს საქართველოში ამ იარაღით. უბრალოდ ის იყო კვადრეილი ნიშნავს რომ
handguard-ს ჰქონდა ორივე მხარეს პიკატინის, ოთხივე მხარეს პიკატინის სამაგრი და ეგ იმ დროს, როცა პიკატინის სამაგრები იყო, ეს სტანდარტი არ არსებობდა. ან თუ რამე გინდოდა დაგეყენებინა ფანარი, ლაზერი ან რამე მსგავსი, იძულებული იყავი რომ დაგეყენებინა პიკატინზე. ამიტომ მაგითი გაითქვა სახელი MK18-მა, რომ ჰქონდა ოთხივე მხარეს რეილი პიკატინის, აი მსგავსად MK12-ისა. მსგავსად MK12-ისა. MK12 არის უფრო ზუსტი სროლისთვის გაკეთებული იარაღი, მარქსმენი, ტიპური მარქსმენი იარაღი არის. ეს არის უფრო მოკლე დისტანციებზე სწრაფი მოქნილი მუშაობისთვის. ორივე იარაღი გვაქვს. ერთი შეკითხვა მაქვს კიდე. ამას ტვისტი რამდენი აქვს? 7-იანია ყველას, 1 და 7 აქვს ყველას. აი ეს ტვისტი რო ახსნათ, ბევრმა არ იცის რა. მოკლედ ტვისტი ნიშნავს ამერიკული სტანდარტი, ანუ ინჩებში იზომება 7 ინჩში ტყვია აკეთებს ერთ ბრუნს. არის 1 და 8, 1 და 7, 1 და 9, 223-ზე ან 556. მაგას დიდი მნიშვნელობა ხო არ აქვს, რაც უფრო მეტი დიდი აქვს ტრიალი, მით უფრო კარგია ტყვის გაჭირვაშიც. აქვს. ანუ 1 და 9 1 და 7 თუ აქვს ტვისტი, ანუ 7 ინჩში თუ ერთ ბრუნს აკეთებს ტყვია, შესაბამისად უფრო მაღალი ბრუნით გამოდის სრულიდან და გოროს ანუ ბრუნის ხარჯზე ინარჩუნებს ტრაექტორიას უფრო მეტ ხანს, ვიდრე კი ბატონო, და სისხლში. კი ბატონო. და მძიმე ტყვიებზე არის უფრო გათვლილი, თუ შორს მინდა გავიცროლოთ, წონას ვერ გავიქცევით, მძიმე ტყვია უნდა გქონდეს. დასაგე. და მაღალი ბრუნი რაც შეიძლება. გიროსკოპის მეთოდი, კი არა და ეფექტი. კი ბატონო. ეს დანიელიც აღნიშნვის ვერსია. ხო, ფასები. 7700, ფასდაკლებით MK12. 8100 MK12. 8100 ასევე ეს იარაღი. ეს არის 14 ინჩიანი MK18 ჩათვალე. MK18, ნუ ორივე მხარეს ამბი ფლაკები აქვს, ორივე მხარეს შეგვიძლია ჩამოვაგდოთ ჭიდი ან შემოფერხებლიდან გაუშვათ. ძალიან მაგარი მოდელებია ორივე. Daniel DPS-ი ამერიკული ვერსია. ხო, ყველა ამერიკული არის, ჩვენთან გარდა ამათი ესენი უკვე გერმანულებია და ზოგადად ჩემი რჩევა იქნება, რომ დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ 223 კალიბრს ან 556-ს მით უმეტეს ამხელა წნევა აქვს და ლულის ხარისხ და საკეტის ხარისხ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ წნევა უნდა იყოს გათვლილი შესაბამის მეტალს. კი ბატონო. პირიქით. მეტალი უნდა იყოს შესაბამის წნევაზე გათვლილი. პოფები. უკვე ბევრი იცნობს პოფს საქართველოში. პოფები გვეწყება 4100-დან, ეს იარაღი კონკრეტულად 4100 ღირს. რა გვაქვს აქ? Armalite-ზე როგორც ვისაუბრეთ. ესეც ამერიკულია. კი ბატონო. სახელური მაქსიმალურად იაფიანი. იაფიანი არნიშნავს, რომ საიმედო არ არის. ზოგადად ამ მილსპექს როცა ვახსენებ, ამერიკაში მილსპეკი ნიშნავს მაქსიმალურად იაფი, მაქსიმალურად საიმედო. დანარჩენი უკვე არის კომერციული, გააჩნია ჩვენ რა გემონებით გვინდა რომ დავაყენოთ სახელური. მილსპეკის სტანდარტის სახელური, გადასატენის სახელური, ლულა გვაქვს ქრომ მოლიბდენ ვანადიუმის შენადნობი 1 და 8 ტვისტია, ოღონდ აქ ამ შემთხვევაში მაღალი ტვისტი ქონდა. საშუალო ტვისტი აქვს, 5.56 კალიბრი, ლულა გვაქვს 16.5 ინჩი. ვინც შეიძლება ყველა ძალიან კმაყოფილია. კონდახი სტანდარტული პოფი ესე ჰქონდა. ეხლა ფასი რა აქვს მაგას? 4100. მაგარი გაიფოს. ხო, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ნიშნავს, რომ ექსტრაქტორის აი გასროლის მერე ვაზნა რომ გამოიყოს ლულიდან, ლულაში აქვს პატარა ჭრილები და ტოვილი, საიდანაც გაზი აწვება თვითონ გილზს და გილზის გამოგდებას უწყობს ხელს. ყოფს აქ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით მარტო ეს სისტემა. ანუ ეს მასიურ წარმოებაში რაც არის. დასაგე.
ყოველზე კიდე ბევრი რამის თქმა შეიძლება, ბევრი რამე აქვს განსხვავებული. რომელიც უკვე დეტალებზე აქვს. Დღუშიანი სისტემების პროფის გვაქვს. ეს ვერსია, ამისი დიდი ვერსია, 14 ინჩიანი ვერსია, ზემოთ უკვე სამასრები. ძალიან საინტერესოა ეს სამასრა, იმიტომ რომ სასწორს მოვიტანე ხრავე. სამასრო კალიბრი ნержავეი კალულით. გვაქვს 2 კილო და 770 გრამი. ვაუ, რა მაგარი წონი. ამიერაღის ფასი არის 5400. და მჭიდი რამდენია? მჭიდი მოყვება 20-იანი მაკული როგორც მახსოვს. სასხლეტები ყველას ისა ხო დაბალანსებული. სასხლეტები ძვირიან ვერსიებს ყოფებს აქვს დროფინის სასხლეტი, დროფინი ნიშნავს რომ მთლიანი სისტემა შეგვიძლია ერთი ღილაკის შურუპის მოშვებით ამოვიღოთ და შევცვალოთ. ძვირიანი სასხლეტები აყენია მაგალითად ამ მოდელზე, ძალიან რბილი, ერთსაფეხურიანი სასხლეტი. მოკლე რესეტით. ეს არის ასე ვთქვათ პოფის საფირმო სასხლეტი. კი ბატონო. რესეტი ბევრმა არ იცის. რესეტი ნიშნავს საუშვებლად, რომ ოდნავ მოძრაობით რესეტი ნიშნავს თქვათ გავისროლეთ, ხო? თიც არ უშვებ ბოლომდე. დაჭერილი გვაქვს, გადავტენოთ და რა მოძრაობა დაგჭირდება, რომ თავიდან გავისროლოს. ძალიან მოკლე. სპორტული სროლისთვის, სწრაფი სროლისთვის მოკლედ ძალიან მაგარი რაღაცა. ხო, თითი საშვება სასხლეტზე არ ჭირდება, მიდის გასროლა ხდება. ზემოთ 300 კალიბრები გვაქვს, სულ ზემოთ რომელიც არის, ეგ არის გუშიანი სისტემა. 300 კალიბრის ფლუტედი ლულა ნიშნავს დაღარული ლულას. დაღარული ლულა გვაძლევს ნაკლებ წონას, მეტ სიხისტეს, ანუ ვიბრაცია ნაკლები გვაქვს და გაგრილების უფრო სწრაფად ხდება გაგრილება, იმიტომ რომ შეხების ზედაპირი გარემოსთან უფრო მეტია. კი ბატონო. აქეთ მხარეს უკვე ბენელები გვაქვს, გადმოვედით ბენელებზე. ახალი პარტია გვაქვს მიღებული, ბევრი იარაღი გვაქვს, რომელიც აქ არ მინდევს. ორლულიანებიც გვაქვს 828 S-ით და 828 U-ც და ბრაუნინგი. ლეგენდარული ბრაუნინგი. Maxus 2. ეს ბენელებში გამოურია, იმიტომ რომ იმსახურებს ბენელების ვერ გიჩვენოს. პოფი რა არის და პოლონური წარმოება AK. ყველაზე ძვირი AK. პოლონური წარმოებაში ჩვენ მაღაზიაში რაც არის ამ ეტაპზე 3800-იანი AK-ის კალიბრი არის 762-29-ზე. მოყვება 10-იანი მჭიდი. რო რამე და დგება ჩვეულებრივი სამხედრო ბაკელიტი, რომელიც სამხედრო მჭიდები მინდი ჩვეულებრივად ზეთ. ჩვენ წადეთ და ბაკელიტი მჭიდი დადგა და დაისროლა უპრობლემოდ იმუშავა. ნიტრირებული ლულა არის და ფასი რა აქვს ახლა? 3800. კი ბატონო. და იწყება პლასტიკის ვერსია ყველაზე იაფიდან. ხო, გვაქვს ეს კალიბრი 223-ზე, 556-ს და გვაქვს AK-ის კალიბრი. ეს რა არის მაგის ქვემოთ რომ არის შავი. და რა კალიბრია? 57. ვაუ, 5.7-ია ეს? 5.7-ია. ყველაზე მოკლე იარაღია, რომლის თავისუფლებაც გვაქვს. დღესდღეობით ქართულ კანონმდებლობაში უпроსტად ყველაზე მოკლე იარაღი, რომელსაც გასროლა შეუძლია და თან ტარებისუფლებაც გვაქვს. და მჭიდი სატკეთდება. კონდაქში კეთდება. 20-იანი მჭიდი არის. რუგერია მწარმოებელი, წევანრო პისტოლეტზე ვლაპარაკობდით, იგივე მჭიდია პრაქტიკულად. ასე რა აქვს ახლა მაგ 4.6, მოიცადე. კი ბატონო, 4000. აუ, რა მაგარი ფასია. და 57 ავტომატი გაქვს ჩათვალე, ნახევრად ავტომატი. კი ბატონო. ესეთი სისტემა აქვს. გარის ამიზნებით მოყვება. კონდახი ტელესკოპური. ასაგე. ასევე ძალიან პატარა და ძალიან ძლიერი. ჩეხსმულანს. კალიბრი
ეს არის AKM-ის კალიბრი 5.39-ზე და გვაქვს ასევე 223-ზე. მოკლე ლულა გვაქვს, მოყვება ამას 2 მჭიდი, საწმენდი, შომპოლები და მოატრიალე რემენი, გვეთი. ფასი? AKM-ზე რომელიც არის 4300, 223-ზე რომელიც არის 4000. ასე. ტელესკოპური კონდახი. ასევე ტარების უფლებით არის. ჩეზე 22 ელერი. უცებ ვთქვათ, ამის ფასი არის 2250 ნერჟავიკა ლულა. ვისაც ზუსტის როლა უყურს ეს ჩეზე არის მის. კი ბატონო. გვაქვს 17 HMR-ზეც და გვაქვს 22 VMR-ზეც. ასევე გვაქვს ტიკას 22 ელერი და 17 HMR-ი. სტრაფის როლისთვის 22 ელერი გასართობად ვისაც უნდა, თურქული წარმოება 1400 ლარში. ტერიას. ეგეთი ვარიანტიც გვაქვს. შეკითხვა მაქვს, აი ვაზნებს ხوار ირჩევს ეგ ნახევრად ავტომატი დერი. ვაზნებს ყოველთვის აირჩევს ნახევრად ავტომატი 22 ელერი, იმიტომ რომ 22 ელერში რაც უფრო დიდი გვაქვს ძალა, სიჩქარე მეტი გვაქვს და სიზუსტეს კარგავთ. რაც უფრო ნაკლებია სიჩქარე, მაგალითად ბგერის სიჩქარესთან რაც უფრო ახლოს არის, მით უფრო ზუსტია. შესაბამისად, თუ ბგერის სიჩქარესთან ახლოს არის, იმას არ აქვს საკმარისი ენერგია ზოგჯერ რო გადაიტანოს იარაღი, შეიძლება იყოს გარემო პირობების დამოკიდებული სიცივეზე, წნევაზე და ასე შემდეგ. ეს ვერსია ხომარ ვისაუბროთ მაგაზე. დეზერტში? ფულპაპია, ხო ბევრს აინტერესებს ფულპაპის ვერსია. ფულპაპის ეს ვერსია არის ყველაზე მაგარი ვერსია დღესდღეობით, რაც შეიძლება საქართველოს შეეძინოთ. ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე მაგარი ვერსია. დეზერტში გვაქვს 308 კალიბრზე, ეს კონკრეტული არის 308 კალიბრზე და გვაქვს 223-ზე. ესეთი ბიპოდი და ჰენდგარდი ამას არ მოყვება, ცალკე შეგიძლია შეეძინოთ ჩვენთან. 2500 აქვს ფასი. მარტო წინა მხარეს. ესეთი სარეგული როც არის. და სრულად რაღაც იარაღი. იარაღი თავისი სტანდარტული ჰენდგარდით ღირს 8600. გასაგებ. 308 ღირს 8600. ამერიკული ვერსია. კი ბატონო. სიოდნაჭედი ლულით და მთელი თავისი კეთებით გვაქვს ეს იარაღი. კი ბატონო. აქეთ მხარეს გადავიდეთ გლურულებზე? კი ბატონო, გადავიდეთ. ვაზნებზეც ხوار გვეცო. პენელებზე 1-2 სიტყვით უკვე თქვით. კაი, ვაზნებზე ვისაუბროთ. ვაზნები გვაქვს ბაშიერები, გვაქვს ფიოჩი და გვაქვს რემინგტონი. 12 კალიბრში. ხრახნიანებში 308 ტიკა საკოს ვერსიები გვაქვს, საკოს ფირმის 308-ი. გვაქვს 300 ვინმაგი. ძალიან მაგარი ტყვია საკოსი 6 და 20-ში. მაგარ ფაშია და კი ბატონო. ან 300 სანადირო ტყვია. 300 ვინმაგი. ზუსტის როლისთვის 300 ვინმაგი, 6 და 10 აქვს ფასი, ასევე საკოსი. და 30.06-იც 30.06 გვაქვს როგორც ფიოჩი, ასევე საკო. ეს არის საკოს ვერსია. ფასი რა აქვს? 6 და 90, ფიოჩი გვაქვს 5 და 90. კარგი ფასები 30.06-იც დიდი ვაზაა. AKM-ის ტყვეები 2.5-ში. კი ბატონო. მე მაქვს თვითონ 30.06-ი. და ლუგერები რა ფასში გაქვთ კიდე? ლუგერი გვაქვს ლარი 40, ლარ-9, ფიოჩის ვაზნები არის. განსხვავება არის ის, რომ ამას აქვს ლაქსაღებავი, წასმული ნესტი რო არ შევიდეს შიგნით და სპილენძის თავი. ამ შემთხვევაში უბრალო ლატუნის ტყვია არის. ენერგიით პრაქტიკულად ერთი და იგივეა ორივე. გასაგებია. დაგჭირდება კიდე ხო რუსული ტყვეები? რუსული ტყვეები ეს არის 62-54. კი ბატონო. 2.5 ფასი. კარგი ფასი. და 22 ელერის ფასი აინტერესებს კიდევ. 22 ელერის სემი ავტო ფიოჩის იწყება 70 თეთრიდან
მოყვება მე 80 ფედერალი, ულტრასონიკი, 320-იანი F320, რომელიც არის ეს უფრო სპორტული დანიშნულების. გვაქვს ასევე SK, რომელიც მეგა მითავდა ამ მომენტში. ბიუჯეტურები რომელია? 74-იანი semi-auto, რომელიც არის Fuchs. მაგაზე ეკენი არ მაქვს. სანადიროდ ვისაც უნდა უკვე გადმოვიდეთ Stingerზე და Stangerზე, რომ ეს ლარიანტი არის Stingeri. არა, ეს არის Stangeri და ეს არის Stingeri. და ზუსტის როლისთვის? ზუსტის როლისთვის F20, რომელიც არის ეგ. გასაგები. გვაქვს კიდევ Winteri, ასევე Fuchs. ძლიერი ვაზნა. სანადირო ვერსია თუ გაინტერესებთ, ყველაზე უპრიანი, ასე ვთქვათ, არის ავაზნების გამოყენება. ლარიათიანი. ლარიათიანი და ლარიანტი. სიჩქარე აქვს დაახლოებით 500 მეტრ-წამი, რომელიც გეკოსთვის ძალიან მაღალია, ზედაზღვარი ჩავხვალოთ და ექსპანსიური თავით. ექსპანსიური. ეს მისტერია. ვაი. ნახევრად ავტომატია. ეს რაფაელოები ჯერ საწყობში მაქვს. მივოდექით ლეგენდებს. მერკელი Helix. მოდი ვნახოთ მერკელი Helix-ი. მერკელი Helix-ი გამოირჩევა თავისი მექანიზმით. ეს კონკრეტული 308. პროგრამი თუ ამიარახს შეიძენთ, ამისი ჭიდის არა, ლულის შეცვლა არის უმარტივესი. ლულა როგორ ეცვლება, განახებთ. მანამდე 1-2 სიტყვით ვთქვათ მერკელზე. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის მწარმოებელია. კაცი რა აქვს ახლა? ერთ-ერთი არა, ტოპ კლასია. ამას აქვს ფასი 11500 ამიარახს. გერმანული ხარს. თუ საკეტი გვაქვს ჩაკეტილი, ამ შემთხვევაში საკეტის თავი მოყვება ლულას. ესე. თუ სიტყვაზე გვაქვს მაგალითად 300 ვინმაგი და 308 ლულები, საკეტს ჩავკეტავთ და მოვხსნით, რომ საკეტის თავი გამოყვეს. და თუ მაგალითად 30.06-ია, საკეტის თავი ერთი და იგივე შეიძლება დავტოვოთ. და ამ შემთხვევაში თუ 30.06-ზე 300 გვაქვს, ეს შეიძლება. თუნდაც კრიდმორი 300 და 30.06 და 9.3 ერთმანეთზე საკეტის თავები მიდის. გასაგები. იმიტომ რომ გილზის უკანა მხარე არის ერთი ზომა. გასაგები. გვაქვს პლასტიკი ვერსია და გვაქვს ხის ვერსია. ახლა ხის ჩამოვიღე. პლასტიკი ვერსია ეს არის. სარეგულირო სალოყით და ასე შემდეგ. მაგარიკო. მაგის ფასი არის 12400. კი ბატონო, გარის ამიზნებით ესეც საყურადღებოა. მოყვება მაყუჩისთვის ან კომპენსატორისთვის ჭრილი და თუ მაგას გადავწყვეტ, შეგვიძლია მოხსნათ ეს და ერთი საფეხურით უკან გადმოვწვიოთ, ნახრეტები აქვს დატოვილი. ძალიან კომფორტულია სასრულად. და ძალიან მაგარი bolt action-ი აქვს, ანუ გადასატენი აქვს მაგარი. გეგონება ნახევრად ავტომატია. ხო, 2/3 მოძრაობით იღება მთელი საკეტი. ეს როგორც მემარჯვენეებისთვის, ასევე მემარცხენეებისთვის არის ძალიან კომფორტული. ჩემთვის მაგალითად, როცა მემარცხენეს აღებს bolts, ძირითადად ცერატიჩი ირტყავს. ცოტა ხანში გვექნება BRX-ებიც, რომელიც ასევე ორ ხელზეა გათვლილი Beretta-ს BRX. ალბათ რამოდენიმე კვირაში გვექნება უკვე. ძალიან კარგ ფასებში. ნახევრად ავტომატი, ასევე მერკელი 308. ძალიან მაგარი სასმელით. ეს არ არის ვისროლე და სიზუსტე, სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა. მე თვითონ არ გომაქვს. და ვიჩქარე კიდვა ჯობდა ეს მეკიდა. გვაქვს ესეთი სისტემა. გაზოგადამტენი.
პრაქტიკულად არაფერი არ ბინძურდება, გასაწმენდად არის ძალიან მარტივი. ეს ადგილი გაიწმინდება, აქ პატარა მური იქნება გამოტანილი და ასე შემდეგ. აქტიურად გაზგადამტენია ესე. კი ბატონო, გაზოგადამტენი. იხსნება აი ამ ღილაკით მივაჭრეთ და გამოდის ჩვეულებრივად. 300 კალიმს მოყვება 5-იანი მჭიდი. გარე სამიზნეები, რო რამე და თუ გვინდა რომ ოპტიკა დავაყენოთ ამ იარაღზე, ყველა აქსესუარი გვაქვს ოპტიკისთვის. გულისხმობ პიკატინს და რგოლებს და ოპტიკებს. ეს იარაღი გვაქვს 300-ზეც და გვაქვს 300 ვინმაგზეც. ფასებში? ფასი აქვს 6400. აი ფასი მერგელია, ხო? კი ბატონო. მაგარი ფასია, მერგელი. ცივად ნაჭედრულას ხმარობენ ორივე მოდელზე. ეს ლუპოც ვნახოთ, ბენელი, ხო? ლუპო ერთ-ერთი ულამაზესი ბენელი. აუ ძალიან ლამაზია. მე მინდოდა მაგის ყიდვა, მაგარი არ არის. ხო, რასაც ვამბობდი, რადგან მე მემარცხენევა, ჩემთვის ცოტა უხერხულია გადასატენად. ან ესე უნდა გავისწავლო, ანუ ხელს ვერ კიდევ რა, როგორც საჭიროა ის. ამიტომ მერკელი მაგით ვაუნიშნე, რომ მემარჯვენესთვის და მემარცხენესთვის დიდი განსხვავება არ არის. ესეთი არ არის. კრიო ბარელით, ბისტის დაფარვით, ხის კონდახზე, 308 კალიბრი, მოყვება თავის პიკატინი. ყუთში კიდე რაღაცები მოყვება, რომელიც ზუსტად არ მახსოვს. კი, კაკალია ხარ, ნორმალურად. კი ბატონო. გვაქვს ეს ამორტიზატორი, უკუცემის. ხო, უკუცემის გამოგიო. კი ბატონო, დამხშობდი. გუშინ მივიღეთ ფრენჩი, ჯერჯერობით ვერ მოასწარი, იმიტომ დილა ადრიან დამალექით. აქ შევსება ფრენჩის. ფრენჩის მოდელები გვაქვს. ეს და ეს ვერსია გავხსენი ამ ეტაპზე. მაგათი ფასები ფრენჩის 3600-3700 ამ იარაღების ფასი. ფრენჩის ნახევრად ავტომატებზეა საუბარი. კი ბატონო, გლუვი. ეს იარაღი ძალიან გავხსენდა დავხედე თუ არა, მაშინვე გამახსენდა ბენელის სუპერ ბლეკ იგლი, რომელიც ამასთან შედარებით ალბათ ორჯერ ზუსტს. ხო, ეს არის სუპერ მაგნუმზე. არის მაგნუმზეც და სუპერ მაგნუმზეც. ეს კონკრეტული მოდელი არის სუპერ მაგნუმ. ანუ 65 გრამიან მოაზრებსაც ამუშავებს. უპრობლემოდ. ეს გაზგადამტენია თუ ინერციულია. მოკლედ ჩვენი საკეტის ინერცია ტენის ჩვენს იარაღს. ინერციულს მე ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებ გაზოგადამტენთან შედარებით. მაგალითებმა საჩვენეს რომ სულ ტყუილია ის ამბავი რომ ინერციული ვაზნაც ვერ ამუშავებს. იმიტომ რომ მაგალითებმა მაჩვენა რომ დაბალი გრამები უფრო უკეთესად დაამუშავა ინერციულმა ვიდრე გაზოგადამტენის სისტემამ. და საბოლოო ჯამში მივდივართ, აბსურდის დიალოგამდე მივდივართ, გემოვნებაზე საბოლოო ჯამში დამოკიდებული რომელი გინდა. გინდა ინერციული თუ გინდა გაზოგადამტენის სისტემა. ჩვენთან ისეთი სიცივეები არ არის ჩვენ პირობებში, რომ სიტყვაზე ინერციულმა სისტემამ შეგიქმნას პრობლემა. ანუ იქ ყინული გაიჩინოს იმხელა, რომ ვეღარ შეძლოს გასრიალება საკეთმა. აქეთ მხარეს უკვე გვაქვს სტოგერები. სტოგერის მოდელები, სტოგერის 3000-3500 გვილაგი აქვს. განასხვავებს ამ იარაღებს ძირითადად გარეგნული მახასიათებლები. ხეზე გვინდა განსხვავებული დაფარვით გვინდა თუ ასე შემდეგ. ძირითადად ყველა არის 71 სანტიმეტრიანი ლულით, გრძელულაზე გვაქვს ეს ვერსია. ეგ რამდენი 76-იანი. ეს არის 66-იანი ლულის სიგრძით. კონკრეტულად საინტერესო მოდელია, ძალიან ბეკასია. სტოგერია ეგა? კი ბატონო. მოდელს ქვია ბეკასი. ის ხათმის გრავირებით გვაქვს. ძალიან კარგი კაკალი აქვს.
ძალიან მსუბუქია, სადღაც Peregrine Light-ის წონა აქვს და ყველაზე ერთ-ერთი საინტერესო რაც არის, მოყვება ხრახნიანი ჩოკი. გრძელი ჩოკი. შიგნით აქვს ხრახნი, რომელიც ჯაკნისთვის სიზუსტეს ეხმარება და თუ თვის ხათამზე ნადირო დისპერსანტის ფუნქციას ასრულებს. ეს ჩოკი რამდენი მოძებს? 3 ჩოკი მოდებს, მაგრამ ეს ხრახნიანი ჩოკი მარტო ერთია, დანარჩენი შიგა ჩოკები არის რა. ასაკი. რო რამე და გარე ჩოკები თუ გაინტერესებს სტოგერზე, გვაქვს გარე ჩოკები, შეგიძლიათ შეიძინოთ 75 ლარი აქვს ფასი. პენელის მოდელები სალამაზე. ეგ არის 2025 წლის გრავირება, რომელიც წელს გამოვიდა ეგეთი გრავირებით სალამაზე. და საბუთებიც მოყვება. კი ბატონო. აფერის კაკალია. 12500 და ეს არის წინა წლის მოდელი. ეს გრავირება 11950. დედა რა ლამაზია მერტოჩი. ბინელი ნორები მიიღე. შეგიძლიათ მანახოთ. კი ბატონო. ხელოვნების ნიმუშათა არა მიქცეული დედა რა ლამაზია. კაკალიც რა ლამაზია. ბისტის დაფარვით და advance effect-ი გაბურგულობით. advance effect-ი გაბურგულობა რას გვაძლევს ბენელში? ლულა გვაქვს სავაზნედან შევიწროება 18 და 8, თუ სწორად მახსოვს. სადღაც ლულის ნახევარი არის ეგეთი შევიწროებით, მერე გადადის გაფართოვებაში 18 და 9-მდე ადის და მერე უკვე 15 სანტიმეტრიან ჩოქში. ეს გაბურგულობა გვაძლევს რას? მაღალ სიჩქარეს საფანტისას დაახლოებით 8-9%-ით დის საფანტის სიჩქარეს. და გაზრდილი სიჩქარე უდრის მეტ კინეტიკურ ენერგიას, ლეტალობა მეტი აქვს და არ არის სამუშაო მანძილი გაზრდილი შეჯგუფლობის ხარჯზე, ანუ ბადეს კარგს აკეთებს და მაღალი სიჩქარის ხარჯზე სამუშაო მანძილი გაცილებით უფრო დიდი გვაქვს ვიდრე სტანდარტული გაბურგულობის შემთხვევაში. ძალიან დიდი არის ესო? არა, ძალიან დიდი, ეგეთი არის დღესდღეობით ყველაზე უპრიანი. დანები და ოპტიკები. ეხლავე დავილაპარაკოთ მაგაზე და თუ კამათი გინდა თუ კამათოთ. მაიკროტეკის დანებზე აქცია გვაქვს გამოცხადებული 20%. სხვადასხვა მოდელებია. გვაქვს ნაჯახები, დანები, დიდი ზომის დანები. გვაქვს სითბურები. ცოტა ხანში დაგვემატება კიდე ახალი პარტია. აქეთ სითბურები ელაგია ბოლომდე, სითბური თავის აქვს სუარებით. და ზემოთ უკვე ოპტიკები. ბიუჯეტურები იწყება ბაუერი არის გერმანული ფირმა და ბიუჯეტურ ოპტიკას აწარმოებს, მაგრამ ხარისხობრივად ძალიან მაგარია. ძალიან კარგი ლინზა აქვს და Vortex Suite-ით ჩამოვარდება ბაუერი, ჩემის აზრით, კიდე ერთხელ აღნიშნავ, არის ის, რომ აქვს ცოტა უფრო პრიმიტიული ბადე Powers. Vortex უფრო პროფესიონალური ბადე აქვს, გულისხმობს დანაყოფებს და ასე შემდეგ. Vortex-ები იწყება 720 ლარიდან და მიდის ზემოთ. Vortex-ებს მოყვება lifetime guarantee, ანუ თუ აირია ნორმალურ პირობებში არ უნდა აირიოს მოკლედ რა. თუ რამე დაემართება, შეგვიძლია ახლით შევწვალოთ 4-12. კი ბატონო, ეგ უფრო დაბალი კალიბრებისთვის არის გათვლილი, მაღალ კალიბრზე ურჩევ მაგას ყველას რომ არ დააყენოს, იმიტომ რომ გარანტია რაზეც მოყვება არის დაბალი კალიბრები, გეკო მაგალითად ან 17 HMR ან BMR და ასე შემდეგ. აქეთ უკვე Night Force-ები გვაქვს. ეს Night Force ინცის როგორი ბრენდია. ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება. Atakri Night Force-ის Atakri არის high class-ი. და აქვე აღნიშნვის ვერსია სითბური დურბინები. გარემოს დასათვალიერებლად სითბური დურბინი. ასაკები. 7500 ფასი. Vortex-ის დურბინი, მანძილმზომი და ასე შემდეგ. აქეთ გვაქვს Swarovski-ის ოპტიკა. ჯერჯერობით ახალ პარტიას ველოდებით და ცოტა ხანში ჩამოგვივა. Swarovski. ეს ჩვეულებრივი ოპტიკა თუ რამე ტელევიზორი. ეგ არა ტელევიზორი არ არის. ეგ არის ოპტიკებში არის თითქმის შემოსასვლელი ბრენდები, რომელიც არის ძალიან მაგარი კლასის. Swarovski, Kalesi,
Swarovski და Kalesi ერთმანეთის ანუ ერთი ქარხანა წარმოებს ავსტრია არის მწარმოებელი Night Force მაღალი დონის წარმოები Schmidt Benderi მაგალითად კი ბატონო Zero კომპრომისი კიდე ესეთი მწარმოებელია მოკლედ მაგად გვერდზე დგას Swarovski და Kalesi დანები აქეთაც გვაქვს დანები საინტერესო დანები ამ ყველაფრისთვის მობრძანდით მაღაზიაში არის ფასდაკლება მაგალითად 20%-იანი ფასდაკლება აგერ მაიკროტექის დანებზე ასევე დანები არის ძალიან ბევრნაირი მწარმოებლის ვისაც მოგწონთ ეგრეთ წოდებული შვეიცარიული ხარისხი წარმოდგენილია სხვადასხვა დანებით უკვე ხედავ კარბონის ჩანართებით არის ეგრეთ წოდებული ფინური დანები ძალიან ბევრნაირი და სხვადასხვა ფასებში ყველაზე ბიუჯეტური რა ფასიანია აი ეს ძალიან მაგარი მჭრელი 60 აი ეს ფინური დანები არის რა ვიცი ძალიან მაგარი მჭრელი და დიდი ხანი ინარჩუნებს მესულობას და რა თქმა უნდა ჭრის მეფე ეგრეთ წოდებული ოპინელი მართლა ჭრის მეფეა რაც მე მაქვს დანები ყველაზე მჭრელი მაინც ოპინელი და ფასებითაც ძალიან კარგი ფასები აქვს ამ 45-49 ზომებს გააჩნია კი ზომებს გააჩნია ტარს გააჩნია რა არის მასალა ოპინელი 12 ნომერი ყველაზე დიდი 177 მაგრამ მე მაინც მიყვარს 9 ნომერი და თუ არ ვიცი ანუ სტანდარტული ზომა გვაქვს ასევე თოფის შალითები ძალიან მაგარი შალითები სხვადასხვა ფასებში არის 100 ლარიანები არის 200-იანები და ასე შემდეგ გვაქვს ფეხსაცმელებიც ხარეს აი ესაა ძალიან მაგარი ჩასადები კი ყავის არის ხო კი ბატონო ყარი შიგთავსი გარედან ტყავ ეს არის ეგრეთ წოდებული ქამრები და ღვედები და ვაზნების ჩასადებები ვისაც გიყვართ კონდახზე დასამაგრები ეს ცოტა ბიუჯეტური ჩასადებებია თუ არა ძირითადად ყველაზე ბიუჯეტური იწყება 115 ლარიდან ამერიკული ბრენდის ჩასადებია და მიდის უკვე ჯიბეების და მოცულობის მიხედვით გვიდება ეგრეთ წოდებული კოლიმატორები მობრძანდით მაღაზიაში ძალიან ბევრი არჩევანია და ჯობია აქ გაიაროთ ვისაც დაგაინტერესებთ კოლიმატორები ამ თოფებზე ლაპარაკი გამოგჩა კი ბატონო ვინჩესტერი არის წარმოებელი SX4 ფასები აქვს 4800, 4700, 4500. ვინც იცის SX3, SX4 არის იმისი ცოტა უფრო დახუჭილი ვერსია. გამოირჩევა ძალიან სწრაფი სროლით და ძალიან დაბალი უკუცებით. ესენც ინერციულები ხო? არა, ეგენი გაზოგადებდეს. კი ბატონო. გვაქვს საფოლები, ფასაცმელები. ძალიან საინტერესო სასაჩუქრე ყუთი არის ოპინელების ყველა ნომერი და შეგიძლიათ. ფასი აქვს 383 ლარი. თუ იმას დაგაინტერესებთ, მობრძანდით და შეიძლება. ხეზე კონკრეტ მადლობა ყურადღებისთვის. ამ მაღაზიას გადაღებას ძალიან დიდი დრო დაჭირდა და კიდე მეტი დრო ჭირდება იმდენი რამე აქ წარმოდგენილი. ასევე ჩასაცმელი ძალიან მაგარი ფეხსაცმელები. მემატური არის რა თქმა უნდა არის წარმოდგენილი სხვადასხვა ფირმის და ქვეყნის წყალგამძლე, ტესტგამძლე ვათინკები ფეხსაცმელები სპორტული ფეხსაცმელი ისე ხუდები სხვადასხვა მონადირის არის თერმო ანსაცმელი რომელიც ძალიან გეხმარება მონადირეს მეთევზეს სხვადასხვა პირობებში
გაუძლოთ სხვადასხვა ტემპერატურებს. თათმანები, მაიკები, მოკლედ ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა სულით გულით ფასები რა თქმა უნდა სხვადასხვა ახლა ყველა ფასებს მე ვერ გავარკვევ. ვისაც რა გაინტერესებთ მოგზანდით. არის ძალიან ბევრნაირი საქონელი და არის ფასდაკლება. მადლობა ყურადღებისათვის, ბედნიერ დღეს გისურვებთ.